2010 წლის სექტემბრამდე გაცემული ბაკალავრის დიპლომები მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდება. ამ შინაარსის ინიციატივა ოცნებამ უკვე წარადგინა საკუთარ პარლამენტში. ცვლილების შემდეგ 2010 წლამდე გაცემული ყველა ერთსაფეხურიანი დიპლომი, მიუხედავად სწავლის ხანგრძლივობისა და კვლევითი კომპონენტისა, ავტომატურად გათანაბრდება მაგისტრის ხარისხთან. გარდა ამისა, სახელმწიფო აღიარებს იმ დიპლომებსაც, რომლებიც აკრედიტაციის გარეშე გაიცა. პოპულიზმით სტუდენტებზე ზრუნვა, აკადემიური წრეები და ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ. მათი თქმით, ეს მიდგომა მაგისტრის ხარისხს აუფასურებს და ქართული განათლების სისტემის საერთაშორისო რეპუტაციას კიდევ უფრო აზიანებს. მაშინ, როცა მაგისტრატურა კვლევასა და ღრმა ანალიზს გულისხმობს, ოცნება მათი გვერდის სავლით ხარისხების დარიგებას იწყებს. მარიკა ბოლქვაძე უერთდება ამ თემით ფორმულას პირდაპირ ეთერს. Ლუკა, პოპულისტური გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად დააზიანებს ქართული განათლების სისტემას, ასეთია მკვლევრების, ექსპერტების შეფასება განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც იცით, კიდევ ერთხელ განვუმარტავ მაყურებელს მეტი თვალსაჩინოებისთვის, 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ბაკალავრის ხარისხის დიპლომი ახლა მაგისტრის ხარისხთან იქნება გათანაბრებული, რაც შეეხება აკრედიტაციის ნაწილს. თუ უნივერსიტეტმა 2010 წლის 1 სექტემბრამდე გასცა დიპლომი, თუმცა მან ვერ მოასწრო აკრედიტაცია, ახლა ხარისხის მინიჭება შესაძლებელი იქნება სასამართლო პროცესის გამართვის და სასამართლოს ჩარევის გარეშეც. ექსპერტების თქმით, ეს ერთის მხრივ სასარგებლო გადაწყვეტილება რეალურად ქართული ოცნების კიდევ ერთი მზაკრული გეგმა, რომელიც ქართული განათლების სისტემას გამოთიშავს ბოლონიის პროცესიდან და კიდევ ერთხელ დააზიანებს ეს ქართული განათლების სისტემას, მოუტანს ისეთ ზიანს, რომლის აღდგენაც შემდგომში წლების განმავლობაში ვეღარ მოხერხდება. გარდა ამისა, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული განათლების სისტემის მიერ გაცემული დიპლომი უხარისხო გახდება იქცევ ერთ ფარატინა ფურცელად, რომელიც აღარ დაადასტურებს განათლების ხარისხს. მთელი ეს ევროპული საგანმანათლებლო სივრცე დაფუძნებული არის ურთიერთი ნდობაზე, რომ ჩვენ ვაღიარებთ და ჩვენ ვენდობით იმ დიპლომებს, რომლებიც გაიცემა. და ახლა ეს უკვე ბოლონიის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულების შემდეგ, როდესაც აი ამის რევიზიას აკეთებენ, ეს უკვე კითხვებს გააჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ის დიპლომი, რომელსაც ჩვენ გვაძლევთ და ამბობთ, რომ მაგისტრის ხარისხია, არის თუ არა რეალურად მაგისტრის ხარისხი და ეს გამოიწვევს, ასე ვთქვათ, მთლიანად ქაოსს. და როგორც ჩანს, ეს არის მათი მიზანიც, რომ ამ ევროპული საგანმანათლებლო სივრციდან საქართველოს ბოლომდე ამოკვეთა მოხდეს. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების საფეხური ერთმანეთისგან განსხვავებულია, განსაკუთრებით ეს თვალშესაცემია 2010 წლამდე, იმიტომ რომ 2010 წლამდე ბაკალავრიატის საფეხური ძირითადად ეფუძნებოდა თეორიული ცოდნის გაცემას, ხოლო მაგისტრატურა ის იყო კვლევითი და აკადემიური საქმიანობის წინაპირობა. მეორე და მნიშვნელოვანი რაც არის შემდგომი, რომ რეალურად ჩვენ ვიღებთ უფრო მეტ მაგისტრანტს, მაგრამ არ ვიღებთ ხარისხზე დაფუძნებულ შედეგებს. ამის განმაპირობებელი არის ის, რომ რეალურად ამ ადამიანებს ენიჭებათ სტატუსი, ისე რომ მათ არ აქვთ კვალიფიკაცია შესაბამისი კვლევითი და აკადემიური ცოდნა გავლილი და მესამე, ჩვენ ვიღებთ აკრედიტაციის გარეშე დიპლომების აღიარებას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგება დიპლომები და საერთაშორისო აღიარების ნაწილში ეს იქნება ერთ-ერთი პრობლემური საკითხი. ვიღაც კონკრეტულ პირს მათი გუნდიდან დაჭირდა ის, რომ არა აქვს შესაბამისი განათლება და უნდა რომ მაგისტრის ხარისხი ჰქონდეს და შეუძლიათ ამათ ეს არაერთხელ გაუკეთებიათ, რომ მთელი კანონმდებლობა მოარგონ ამ ყველაფერს. მასობრივად ამ ადამიანებმა გაუშვეს პროფესიონალები საჯარო სამსახურებიდან და შესაბამისად მათი ლოიალური ხალხის, კომპეტენტური ხალხის მოძებნა უკვე უჭირთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ვისაც მარტივი ანალიტიკური ოპერაციების გაკეთება შეუძლია, ტვინში უკვე მაგათ ხარის თითქმის აღარ არის. თან ჩვენ ყველა ვიცით, რომ 2010 წლამდე რა დღეში იყო უმაღლესი განათლების სისტემა და თან მათ შორის არა აკრედიტირებული და პროგრამებიდან აი ამ ასეთი ხალხისთვის მაგისტრის ხარისხის მიცემა არის სრული პროფანაცია და ისედაც დანგრეულია ეს უმაღლესი განათლების სისტემა. წარმოიდგინეთ, ჩვენი დიპლომების აღიარება ისედაც პრობლემაა, იმიტომ რომ ენქადან და ეკარის რეესტრიდან ამოღებულები ვართ და ესეთი ტიპის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დიდ პრობლემას შეუქმნის მართლა განათლებულ, მართლა ღირსეულად მაგისტრის ხარისხს მოპოვებულ ადამიანებს.
დიახ, ერთია ცვლილება და მეორე თუ რა მიზნები იმალება რეალურად ამ ცვლილების უკან, როგორც იცით, ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ დიდი საკადრო წმენდა მოაწყო სახელმწიფო უწყებებიდან რეჟიმი უშვებს ყველას, ვინც კრიტიკულად არის მათ მიმართ განწყობილი, სწორედ ამიტომ ახლა როგორც მოისმინეთ, მათ შორის განათლების ექსპერტები ჩიშობენ, რომ რეალურად ქართული ოცნების მხრიდან ეს არის კიდევ ერთი ხერხი საკანონმდებლო ცვლილების სახით, რომ სასურველი ადამიანები დაასაქმონ ახლა საჯარო უწყებებში.